მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო. Ცოცხალი ვარ. კვლავ ხმაურობ თქვენთან ერთად და მინდა გითხრათ, რომ ძალიან მიყვარს ჩემი მებრძოლი დაუღალავი ქართველები და ასევე მინდა გთხოვოთ, რომ გამოგვიწეროთ, იმიტომ რომ საინტერესოდ ხმაურობთ. და ჩემს ჰეითერებს მინდა მივმართო, რაფერს თქვენ მომიგითხავთ, იმაზე უკეთესად მოგიგითხავთ მე, ჩემო კარგებო, ასე რომ გვიყურეთ ირმას ხმაურში, გამოგვიწერეთ YouTube-ზე სტუდია ანტიბიოტიკი, სადაც ძალიან ბევრ საინტერესო სიუჟეტებს ნახავთ დღევანდელ საქართველოზე. მოსამართლე, ეგრეთ წოდებულმა მოსამართლე ქალმა არ მინდა გვარი ვახსენო, ისედაც ისის მთელმა საქართველოს 21 წლის გიორგი მინდაძე 5 წლით გაუშვა ციხეში. და ჩვენ გვყავს დღეს საქართველოში სინდისის პატიმრები, რომელსაც სამაგალითოდ შის სისტემა. და ყველამ ვიცით, რომ ეს ადამიანები ჩვენთან ერთად, ჩვენს გვერდით იბრძოდნენ და იბრძვიან საქართველოს უკეთესი ყოფისთვის და თავისუფლებისთვის და უბრალოდ შერჩევის პრინციპით იქნა, ესე ვთქვათ, გათვლის პრინციპით იქნა ისინი შერჩეული და იჯებიან, რომ ჩვენ შევშინდეთ მაგალითისთვის. და ვინც შეშინებულია, იმათ ერთი მეგობრული რჩევა მინდა უთხრა, რომ თქვენ ვინც გაშინებთ, უძლეველი გონიათ. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ უძლეველი და მარადიული ამ ცის ქვეშეთში არავინ და არაფერი არაა. და თუ წარმოვიდგენთ იმას, რომ ერთი მუჭა ბუშტი გვაპამპულებს 100,000-ობით ადამიანს, ერთი უიო, ერთი ვაიო და დაიშლება ეს ხუხულა. ამიტომ სანამ პირში სული გვიდგას ჩვენი მეგობრები, რომელიც ესე თქვათ ასე გაიწირნენ ამ ბრძოლაში, აუცილებლად უნდა დავიხსნათ. მაგრამ ვერ დავიხსნით, სანამ ეს რეჟიმია. ახლა საიდან დავიწყო არ ვიცი. თავიდან ბოლოდან. ნოდარ დუმბაძის არ იყოს კუდიდან, ედემიკა კუდიდანო. მოკლედ დავიწყებ ახლა იქიდან, რომ სადღაც მოიცა უნდა წავიკითხო, არ მახსოვს. ტიმორ ლესტე. აი დავგუგლე, არ ვიცოდი, აი ასეთი თან დემოკრატიული ქვეყანა ყოფილა საცხა საჩხინავში სამხრეთ საზღვარი აქვს ავსტრალიასთან. ხო და გაეროში გამოუჭერია ჩვენ საგარეო საქმეთა მინისტრს ბოჯორიშვილს, აი დემოკრატი პაპუასი და ხელი ჩამოართვა. ამფერი ნიუსი დაიდოა. ახლა აქედან სარგებელი ჩვენ რა, ერთი აი ქვეყანა რომ ყოფილა გევიგეთ. და მეორე ის რომ დემოკრატს რომ ხელს ჩამოართვა, ეგება ხელის სითბო გადმოვიდეს, ხომ შენში. მარა ბიჭო, დიპლომატი თუ ხარ, აგერ ხელის გაწდენაზე გაბარბალებული ევროკავშირის ქვეყნები ხარ და ჩეხუტე მეფე, მაგრამ ვინ იკითხება ამას დიპლომატიას? ამასობაში სანამ ჩვენ გლახაობთ, სანამ ჩვენ ჯახირობთ, გვაჯობა სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც და მოხდა ის, რომ თუ ვიყავით ლიდერები რეგიონში, ახლა ვართ მაჩანჩალები, ფორმდება რუსეთი საქართველოში და ჭკვიანი გონიერი სასომხეთი და აზერბაიჯანი გავაფონს, ჩაეხუტება ევროკავშირს, ეკონომიკურად გაძლიერდება და სწორედ იმ ესე ვთქვათ ისტორიულ მნიშვნელობას დაიბრუნებს აზია-ევროპის გასაყარზე, რაც ჩვენ დავკარგეთ. ვინდა დაგვაკარგია? თქვენმა ოცნება. ამაშია საქმე. სანქციები მოდის. ნახლა, ეს პატაღებული თემაა, მაგრამ მოდი ახლა სანამ რამეს ვიტყოდე, სანქციებზე ერთ რაღაცას გეტყვით. შენ თუ შენს თლა სანქციების იმედზე ნუ ვიქნებით, იმიტომ რომ შენ თუ შენს ოჯახში არ მოაგვარე პრობლემა, თუ იქ ძალადობა და უსამართლობა, ახლა გარედან ეგება სოლიდარობა მეზობელმა მეგობარმა გაგიწიოს, ფული არ მოგცეს, გამარჯობა არ გითხრას, დაგენდუროს, მაგრამ შენ უნდა მოაგვარო შენს ოჯახში, მაგრამ აი სანქციებიც ახლა როცა სოლიდარობას გიცხადებენ, ნამეთ არის კარგია და წამოვა კიდე, იმიტომ რომ ესენი სისულელის მეც არაფერს არ აკეთებენ და მამნებლობის მეც ახლა იმას ირანელებთან რომ მიხვალ სამზიმარისთვის
წარმოუდგენელი ტერორისტი ირანთან რომ მიხვა სამძიმარისთვის და ასეთი უამრავი ახლა ყველაფერი იცით და არ გავაგრძელებ და მოკეთ ეს აქციები მოდის, მაგრამ რითი უპირისპირდება? ოცნება მაჭარაშვილის რეცეპტით. ესე იგიო, მაჭარაშვილის რეცეპტს გიმეორებთ თქვენ ქოცმადიდებლებო, რომ როცა გაიგებთ ამ სანქციების თემას, ძილის წინ უნდა დალიოთ ნაკურთხი წყალი. გაქრება გლახასიზმარიც და სანქციებით. ნუ ახლა ასეთი რჩევა მოგცათ და მეტი რა ვქნა. გაითვალისწინოთ ჯობია. ის კომისია, ნუ ახლა საცხა მაინც გამოვკრავ თვალს და ნუ ამ ბოლო დროს ეს გახარიას თემა რომ იყო, თურმე 6 წელია, მილიონი კვადრატი მიწა ესე თქვათ, ამათი ვინც კომისიაზე ამას განიხილებდა, ყველა მთავრობაში იყო და უკარგია საქართველოს და თანც ესე თქვათ, ამას აღიარებენ, ხო, კომისიაზე. და ესე რომ თქვათ გინდა გადაწე და გინდა გადმოწეთ საზღვრებიო ხო რუსეთს ეუბნებიან და ეხა საზღვრებზე ლაპარაკი ზედმეტია ისედაც სრულ ოკუპაციას გაგვიკეთებენ მაგრამ რაც ხდება ეხლა ამ კომისიაზე მოვა დრო ალბათ უმავალი თაობის სამართლიანი სასამართლო ქართველი ერის გადაწყვეტს ვინვინაა და ვის როგორი პასუხი მისცეს და ყველაზე მთავარი ხა რატო გავიხსენე ეს კომისია არის ალუდა ღუდუშაური. ქეთელა ურჯვალის წერია. და ზის კაცი საფიხნოზე. ალუდა ღუდუშაური ბიჭი ყოფილა ქებული საფიხნოს თავზე დამჯდარა სიტყვა მოუდის ეული ნუ ბლატაო ჩმორო მაგარი ქრინჯოვა ეს ალუდა ყაველაშვილის თქმით საქართველოს მომავალი განათლებაშია. ამიტომ ეგრეთ წოდებული არალეგიტიმური პარლამენტის განათლების კომიტეტს მარიამ ლაშხი უხელმძღვანელებს. მოკეთეს რა სიტუაციაა ისი ჩემო ზვირფასებო? ხემოისხაკვირდები, მოდი და ნუ გაკვირდები. დაახლოებით ასეთი სიტუაციაა და ამას თუ იმას დაუმატებთ, რომ განათლების ministri არის ყოფილი ნაცი და პოლიციის პოლკოვნიკი, რომელიც ახლა დანიშნეს, იმიტომ რომ არჩევნები მოდის და როგორი თემა იცი, მასწავლებლებო წინ, მასწავლებლებო უკან, მასწავლებლებო მარჯვნივ, მასწავლებლებო არჩევნებისკენ იარ. ნამდვილად ჩვენი მომავალი განათლებაშია. თქვენი არ ვიცით ხალხო და ხა მე ვერ დავეწი ამ ამბავს იურისტების სტატუსებს ვკითხულობ და ხან ვეკითხები ამ კანონების ათეულობით კანონი აქვს მიღებული და ალბათ საზოგადოებამ ხა ბევრმა იცის მაპატიოთ ვინც იცის რომ მასამ არ იცის რა დრაკონული კანონი. მოკეთ იყო ერთი კაცი დრაკონი რეფორმატორი ძველი წელთაღრიცხვის მე-7 საუკუნის ბოლოსკენ ათენში და მიიღო ახალი რეფორმები ჩაატარა კანონი რა. სადაც განსაკუთრებით რთული იყო სისხლის სამართალი. ანუ ყველა დანაშაული სიკვდილით იშევა. ამიტომ ეს ესე ვთქვათ იურისპრუდენციის ისტორიაში შემორჩა დრაკონული კანონები, იმ კანონებს უწოდებენ, რომლებიც ესე ვთქვათ უარყოფს ადამიანის უფლებებს, უსამართლობას აკანონებს და თრგუნავს საერთოდ ყოველივე კარგს. ამიტომ ბოლო 3 თვეში რა კანონებიც მიიღო ამ არალეგიტიმურმა პარლამენტმა, ყველა არის დრაკონული და საქმე რაშია იცი, კვირაში ორჯერ ახალი ქვეთავების ცვლილება შეაქვს. ანუ კატასტროფული მდგომარეობა. მე მაგალითად მოხარული ვიქნები თუ ეთერებში და ჩარტვებში ველაპარაკოთ ხრა, ველაპარაკოთ ჩვენს მოსახლეობას იმაზე, რომ ეს რა კანონებია, კაცო, აი კანონი მარტო მე პეტრეს და პავლეს კი არ ეხება, ყველას ეხება, თქვენ შვილებს ეხება, თქვენს მეგობრებს ეხება, სამეზობლოს, სანათესაოს, ანუ წარმოუდგენელი რაღაცა ხდება, ეს დასმენები წახალისებული და ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რომ შეიძლება ვინმე ვიგინდა რამ პირადი ინტერესიდან გამომდინარე არ მოსწონხარ რა, არ მოსწონხარ და აი გიჩილოს რაღაცა, კაცმა ვინ გიჩილა, რამ გიჩვია არ ჩანს, ანუ ეს ცრულ აქამდე ხო ხედავდით ამ ცრულ ბრალდებლებს სასამართლო პროცესებზე, ამათ ვეღარ დავინახავთ, ანუ ვინ ესე თქვათ, ანუ თუ შენ არ მოსწონხარ ვიღაცას, ახელისუფლებას, გაგიჩალიჩებს რა, შეიძლება საერთოდ ან ვინმემ დაგასმინოს, ან არ დაგასმინოს, მაგრამ მაინც გაგიჩალიჩებს, რაღაცას მოგიგონებს და ახლობით ისეთია, რომ აი გვირაბის გაყვანა სადღაც ესე თქვათ
როგორც ხდებოდა 37-იან წლებში და ძალიან საშიშია, პლუს ჯარიმები, პლუს ეს ქონების კონფისკაცია და ანუ ურთულესი ესე ვთქვათ, ჩაშლები ხდება ამ დრაკონულ კანონებში და ყველაზე ის ცუდი არის ის, რომ უკვე სასამართლო პროცესებშიც აღარაა დასწრება, იცით რომ მედიას ეს აუგრძელეს გადაღება და ანუ ვინ როგორ ანაირად გასამართლები ძალიან მალე ამასაც ესე ვთქვათ ვერ დაინახავს ვერავინ და რა ვიცი ასეთ ქვეყანაში გინდა ცხოვრება და თქვენ თუ გონიათ ეხლა იქ ჩირგვებში რომ ხარ დამალული ან სმუს რომ არიღებ და ან საერთოდ გასული რომ ხარ სხვა პლანეტაზე ცხოვრობ სხვა ესე ვთქვათ galaktikაში ხარ თუ რაც ხდება საქართველოში რა კანონების კანონდება მოქმედებს შენზე ხო გავლენას ნუ არაფერს არ ვამბობ ეხა ეკონომიკურ სიდუხჭირეზე და მთელს ამბებზე ხო და ამას უნდა მიაქციოთ ყურადღება იმიტომ რომ ეს ყველა შეგეხებათ აუცილებლად როგორც გითხარით, აი გუში როგორ იქცეოდნენ მანდატურები, ხო, როდესაც სასამართლო პროცესზე ქალებს როგორ ექცეოდნენ. ამათი სულ ერთია ხალხნო, ამათ აქვთ ძალება მიცემული, რომ გადაუარეთ ყველას. და იცი გითხარით, რომ ავტორიტარული რეჟიმის დროს საერთოდ ადამიანი არაფერი არა. კიდე შეურაცხყოფას მოგაყენებენ, გაგლახავენ, გცემენ, დაგამიწებენ და შენ ხელს ვერ შეუბრუნებ. თავს ვერ დაიცავ, დაუცველი ხარ ყველანაირად. თუ დაიცავ თავს იმ წუთში 5-დან 7 წლამდე ესე ვთქვათ ადმინისტრაციული სასჯელის ნაცვლად სისხლის სამართლის დანაშაულზე. ნუ რა თქმა გაგიშვებენ. ნუ რა თქმა უნდა მან გარკვეული შიში გამოიწვია, მაგრამ არ უნდა გავჩერდეთ, იმიტომ რომ აი მე მაპატიეთ, მაგრამ თეთრი შური, ანუ როგორი თამ შურს იმ ადამიანების ვის უდარდელად ყოველგვარი სინდისის ქეჯნის გარეშე აგრძელებს ცხოვრებას აი ამ ქვეყანაში, სადაც სუნთქვაც კი შეუძლებელია ბარაქალა თქვენ რა თუ ესე ვთქვათ ახერხებთ ასეთ სიტუაციაში ბედნიერად ცხოვრებას და რა ვიცი შენი ქვეყანა თუ ბედნიერი არა შე როგორ უნდა იყო ბედნიერი ხა არავის არ ვამუნათებ უბრალოდ ჩემს ესე ვთქვათ პირად აზრს გეუბნებით და ძალიან რთული ამბებია ეს ჩემო ძვირფასებო გამოგვიწერეთ YouTube არხზე სტუდია ანტიბიოტიკი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საინტერესო თემები გვაქვს, ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ ეკონომიკა გაჩერებულია, ახლა დუხს მაგენიზა, მილიონრებიზა, მაგრამ ეკონომიკა გაჩერებულია რეგიონებში გამოუვალი მდგომარეობა, ამის დამადასტურებელი ფაქტები, თუნდაც გურიის რეგიონის, აი ჩვენს YouTube არხზეა უამრავი სიუჟეტები ანტიბიოტიკის YouTube არხზე და შეგიძლიათ ნახოთ საინტერესო ადამიანები, რომლებიც ამის შესახებ საუბრობენ. და ეხლა ბოლოს არ შემიძლია რომ არ თქვა თვითმმართველობის არჩევნებზე და ესე ვთქვათ ოპოზიციაზე. ხალხნო ზოგადად ვერ იდები ოპოზიციის ესე ვთქვათ აშკარად ესე ვთქვათ ყელის გამოსმას, მაგრამ ის რა მდგომარეობა და რა მოცემულობაც გვაქვს ჩვენს ქვეყანაში, რომ ხდება სრული იზოლაცია და დიქტატურის დამყარება, ამაში რა თქმა უნდა ლომის წილი და ნუ მთავარი მოქმედი პირები და გამხორციელებები არიან ქართული ოცნება, მაგრამ ოლიგარქის გარემოცვა, მაგრამ გარკვეული წილი გაქვთ თქვენ ოპოზიციას. თქვენი არათანმიმდევრულობის, თქვენი უნიათობის და უპრინციპობიდან გამომდინარე. ამიტომ რაც ქვეყანაში ხდება, ძალიან გთხოვთ პასუხისმგებლობას ამაზე ნუ ჩამოიცილებთ. მე როგორც თქვენი ამომრჩეველი შეიძლება ჩემი მოსაწონი პარტიული გაერთიანება ქვეყანაში არ იყო, მაგრამ მე ხმა მივეცი ევროპული ორიენტაციის, პროევროპული დემოკრატიული საწყისებზე მყოფ პარტიულ გაერთიანებას ხმა. როდესაც ეხა თქვენ გაყავდა ეს არჩევნები და ფაქტიურად დააკანონა ხო ლეგიტიმაცია ამ არალეგიტიმურმა პარლამენტმა და ამ თვეების განმავლობაში, როდესაც ქართველი ხალხი ადამიანებს იჭერდნენ, ხელებს უგრეხდნენ, აჯარიმებდნენ და მაინც ხდებოდა პროტესტი, საქართველოს არა მარტო რუსთაველზე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და იქ ჩამოდიოდა ყველა და ნუ ეხა თქვენც იქ კი ბატონო იყავით, მაგრამ არანაირი გეგმა, არანაირი სტრატეგია, არანაირი ნაბიჯები, რომ ესე ვთქვათ, არ იქნა შემუშავებული და არაფერი ქმედებები რეალური იმისა, გარდა სადღეგრძელოებისა და თუ გინდათ რომ ეხლა 8 პარტია ერთიანდება და მე მოხარული ვარ რომ ისინი ბოიკოტს უცხადებენ თვითმმართველობის არჩევნებს, იმიტომ რომ რომელ თვითმმართველობის ამაზეც საუბარიც კი უკვე დამღუპელია, თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი წარმოუდგენელი თემაა, მაგრამ ეს 8 პარტია რომ ერთიანდებით, მოდი რა, თუ თქვენ ავტოკრატიას ებრძვით, ავტოკრატია დაამარცხეთ თქვენ შიგნით.
ერთმანეთს ნუ დაჭამთ. ერთი პოზიცია ქონდეთ საერთაშორისო არენაზე, ვინ მეტია, ვინ ნაკლები, იყავით გულწრფელები და საკუთარ წიაღში იმუშავეთ ამ დემოკრატიაზე, რომ მერე ჩვენ დავწუნდეთ, რომ მართლა დემოკრატიის მშენებლები იქნებით, ამ ხელისუფლებას რო ჩაანაცვლებთ. ჩემი მეგობრული რჩევა. კრიზისშია ქვეყანა, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად. ამას დაემატება ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი და ძალიან ფაქტიურად ქვეყანას ემიგრაცია არჩენს და ემიგრაციასაც პრობლემები შეიქმნება. მაგრამ ბრძოლას ვერ გავწყვეტთ, ოღონდ მე მინდა იმ კატეგორიას უთხრა, ვის ქოცმადიდებლები შევარქვი მათ, რომ იმათ მინდა უთხრათ, რომ ხალხის გასულელება თურმე უფრო ადვილი ყოფილა, ვიდრე მათი იმაში დარწმუნება, რომ გაასულელეს. ხო და გასულელებენ და იყავით ჭკვიანად. და ბოლოს მე მინდა ჩემს მეომარ მებრძოლ ქართველ მოქალაქეებს უთხრა, არ შეშინდეთ ხალხნო, ესენი უძლეველი არ არიან, სამოქალაქო ბრძოლა ყოველთვის დებდა შედეგს და სამოქალაქო მოძრაობას ვერავინ ვერ ამარცხებს და გჯეროდეთ, რომ მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლებისათვის ძიებაში მკვდარი და შეწირული და დახარჯული ადამიანი ჯობია. მიყვარხართ ყველანი, გამოგვიწერეთ, დაგველოდეთ. სანამ ცოცხალი ვართ, სანამ შეგვიძლია ვიყვიროთ, ვიბრძოლოთ, ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე და ვიბრძვით თქვენთვისაც. კარგად ბრძანდებოდეთ.